კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი მე-11 კვირის თეორიული მასალა შეეხება ალგორითმებს. იდეაში რაღაც ალგორითმებს აქამდე გავდიოდით. მაგალითად, როგორ ვიპოვოთ არის თუ არის სტრინგი პალინდრომი, მაგის ალგორითმს რო წერდით. მაგრამ ასე ალგორითმს არ ვარქმევთ, უბრალოდ იყო რაღაც მარტივი ამოცანა, ან საშუალოდ სირთულის და იმას ვარჩევით ხოლმე და მე ხსნიდით. ზოგადად ალგორითმი არის ამოცანა, პრობლემა, რომელიც საჭიროებს რაღაც გარკვეული ნაბიჯების, რაღაც ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული კვანძების არსებობას, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ამ ჭირდება რაღაც რამოდენიმე ლოგიკური აზროვნება მჭირდება, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება და საბოლოო ჯამში ამ პრინციპით შემიძლია რომ მოხსნა ალგორითმი. და ამ პროცესში გამოვიყენოთ სიტყვაზე იქნება ეს მაგალითად დაყავი და ინვერტორის პრინციპი. რომ ნაწილ-ნაწილ რაღაცეები ამოხსნა ჯერ და ბოლოს ალგორითმი გამოიხსნება. იდეაში ალგორითმი რაღაც ასეთი თეორიული სწავლა აჭირდება ერთ საკითხად რო გაერთიანო რა. ალგორითმი არსებობს ძალიან ბევრი სახის ალგორითმი არსებობს. შეუძლებელია რომ ყველა ალგორითმი ვისწავლოთ. უბრალოდ თავი არის რომ ბრჭყალებში დავამუღამოთ პათერნები. ანუ ის მინდევრობები და ის რაღაც კვანძები, რომელიც მეორდება სხვადასხვა ამოცანებში. ანუ აზროვნების მხრივ უნდა დავამუღამოთ რაღაც პათერნები. ალგორითმის დაძაბირებას აზრი არ აქვს. და ეს ალგორითმები თვითონ მუშაობის პროცესში არ გამოგვადგება. ანუ ტექნიკურად რაღაც ალგორითმის უნდა არ გამოგვადგება მუშაობაში, ნუ პროცესს გააჩნია, მაგრამ ვებსაიტების კეთებისას არ არის საჭირო. თუ რაღაც ძალიან კომპლექსს არ ვაკეთებთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო. თუმცა ალგორითმები გვხვდება თითქმის ყველა გასაუბრებას. რამდენიმე ეტაპიანი არის ხოლმე გასაუბრებები. ეს ის რომ გააგზავნით მომავალში პროექტებს რო ჩასვათ ცივში და მე მიგიღებენ, ჯერ ეგრევე არ აღიყვანენ რა. არის რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრება. ასე ერთი გასაუბრება კი არა, რომ აი მოდი ჩვენ თავზე მომიყევი და აყვანი ხარ, არა. პირველი როგორც ასე არის ხოლმე HR-ებთან, ან რეკრუტერთან და მე კიდე აქვს ყველა კომპანიაში განსხვავდება რამდენი გასაუბრებაა, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე რაღაც 3 ავიღოთ რა, ყველაზე ხშირი. რომ მე შეიძლება იყოს ალგორითმების გასაუბრება და კოდინგ ინტერვიუ. კოდინგ ინტერვიუზე ეკრანს გაზიარებინებენ, რაღაცა ტასკს გაძლევენ, თეორიულადაც გეკითხებიან რა, შეიძლება ალგორითმებით ჩართონ. ან რაღაცა გაწყობინონ ლაივში. ან შეიძლება იყოს სახლში გასაკეთებლად რაღაც პროექტი მოგცენ, მაგრამ ერთ-ერთი ეტაპი დიდი ალბათობით შეიძლება იყოს ალგორითმების ეტაპი. სადაც ეკრანს გააზიარებთ და მოგცემენ რაღაც ამოცანას ერთს ან ორს. დროშის შეზღუდულები იქნებით, გეტყვიან რომ აი ეს ალგორითმი მომიხსენი 9 საათში. და თქვენი მიზანი არის რომ ეს ალგორითმი გადაჭრათ, ანუ რაღაც პრობლემა გაქვთ და უნდა გადაჭრათ რა, საბოლოო ჯამში. ამით ინტერვიუერი იმას ხვდება თუ როგორ აზროვნებთ. თქვენ თუ შეგიძლიათ საშუალო ან რთული სირთულის ალგორითმის გადაჭრა და სწორად აზროვნება, დიდი ალბათობა იმისა, რომ პროექტში რაღაც პრობლემა რო იქნება, იმას გაფიქსავთ. ანუ ძალიან კარგი ინდიკატორი და ფილტრი არის იმისთვის, რომ აი ეს ბევრი შემოსული აპლიკანტი გაიცხილოს, იმიტომ რომ ერთ ვაკანსიაში შეიძლება იყოს ასობით აპლიკანტი. ამიტომ ალგორითმებში ვარჯიში და ფორმაში ყოფნა ყოველთვის საჭიროა. როგორც სპორტსმენს უწევს ყოველდღიურად თუ არა კვირაში 4-5 ჯერ მაინც ვარჯიში მინიმუმ, იგივე უნდა იყოს თქვენს, რომ ამ გასაუბრებისთვის სულ უნდა იმზადებოდეთ. ოკეი? და მაინც არ არის აუცილებელი რომ ინტერვიუზე რა ალგორითმსაც მოგცემენ. ეგ ბოლომდე მიიყვანოთ, ბოლომდე გადაჭრათ. ეგ არ არის აუცილებელი. იმათ არ აინტერესებთ სწორად სწორ პასუხს მიიღებთ საბოლოო ჯამში თუ არასწორ პასუხს მიიღებთ. იმათ აინტერესებთ როგორ აზროვნებთ რა საბოლოო ჯამში. როგორ ალაგებთ ლოგიკურ კვანძებს თქვენს გონებაში და როგორ აკეთებთ ამის იმპლემენტაციას კოდის სახით.
ამიტომ ამ ალგორითმებში აუცილებლად უნდა ვივარჩიოთ რაღაც რამდენიმე ალგორითმი უნდა ვიცოდეთ, ნიშნულობები და ზოგადად აზროვნება უნდა დავამოავთ, ბრწყალებში დავამოავთ აზროვნება. როგორ უნდა გავაჭროთ ეს ალგორითმები. ოკეი? და ამიტომ ანუ ეს ბოლო ორი კვირა მინდა რომ ალგორითმებს დავუთმო. ეს მე-11 და მე-12 კვირა შემდეგ კვირა დავუთმო ალგორითმებს. ასე იქნება 1-2 პატარა საკითხი. რას მნიშვნელოვანია შეიძლება კითხვა დაგისვან გასაუბრებაზე. რაც აქამდე არ გვეხსნია, მაგრამ არ გეგონოთ რომ აი ამ 12 კვირას გავავლით ამ JavaScript დასრულდება, არა. მე რა თქმა უნდა HTML-CSS-ს გადავდივართ და DOM-ზე. თვითონ საიტებს როგორ ავაწყობთ რა, მაგრამ ამ ალგორითმებში სულ უნდა ევარჩიოთ აბსოლუტურად. კვირაში რამოდენიმე დღე გამოყავით, აი მაგალითად კვირაში 3-ჯერ, მაგალითად დღეში 2 საათი გამოყავთ დროს ალგორითმებისთვის. და აქაც აუცილებელი არ არის რომ რაიმე დავალება მოგცეთ. რა თქმა უნდა ამ 2 კვირის განმავლობაში დავალებებს დაგიწერთ, მაგრამ კიდევ გავაზიარებ რამდენიმე პლატფორმას. არის რაღაც პლატფორმები რომ აი ალგორითმები არის და უნდა ამოხსნა რა. და იქ სირთულების მიხედვითაა დალაგებული, მე ქულები გეწერება და ასე შემდეგ თავისი პროფილი გაქვთ რა, თქვენ საკუთარი. ამიტომ მაგებში სულ უნდა ივარჩიოთ. კარგით. მოდით ორივე დისკუსიით ვისაუბროთ time and space complexity-ზე. აქამდე რა ალგორითმებსაც წერდით, აი მაგალითად დაწერე ალგორითმი, რომელიც გაარკვევს არის თუ არა string-ი პალინდრომი. ნუ პალინდრომი არის, როდესაც ტექსტი იწერება თავიდან და ბოლოდან ერთნაირად. მაგალითად level. ან როგორ. თავიდანაც იგენერდი იკითხება და ბოლოდანაც და იწერება ასე. ეს ალგორითმი უნდა ამოხსნათ, ხო? და ზოგადად ალგორითმის პასუხი რომელიმე ერთი მაინც და მაინც სწორი არა. ანუ იმას გულისხმობ რომ ბევრი სწორი პასუხი არსებობს. ანუ ეს სკოლა ხო არა რომ აი რაღაცა A B C და შემოხაზე ერთი უეჭველი სწორი რო იყოს რა და ანჩენ არასწორი საერთოდ. არა, ალგორითმი შეიძლება ამოიჭრას ძალიან ბევრი სახით. და აი ამ ლექციების განმავლობაში რაღაც ალგორითმებს მე თუ ამოხსნი რაღაც ერთი სახით, თქვენ შეგიძლიათ სხვა ხერხი გამოიყენოთ და სხვანაირად ამოხსნათ. ანუ ჩემი ჩანაწერი ერთადერთი სწორი პასუხი არ არის. არსებობს უამრავი ვარიანტი, ძალიან ბევრი ვარიანტი, რომ ერთი ალგორითმი ამოხსნათ, ანუ საბოლოო ჯამში სწორი პასუხი მივიღოთ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი და თქვენი ალგორითმი ერთ-იგივე პასუხს იღებდეს, მათ შორის სხვაობა მაინცაა. ნუ ერთ-ერთი რა თქმა უნდა იმპლემენტაცია კოდის ჩანაწერი. და ასევე ის ფაქტი, რომ შეიძლება თქვენი ან ჩემი პროგრამა უფრო სწრაფად მუშაობდეს, ან უფრო მეტი მეხსიერება ჭირდებოდეს. და იმას ვქოთ time and space complexity. ზოგადად, როდესაც ალგორითმი ეშვება, ამ ალგორითმს პასუხისმგებლად ჭირდება რაღაცა დრო და რაღაც მეხსიერება, ანუ space-ი ჩვენს კომპიუტერში, რომელსაც იკავებს. ანუ ჩვენ თუ რაღაცა ერთი data სტრუქტურა გვჭირდება, ყველაზე კარგ შემთხვევაში ალგორითმის ამოსახსნელად და ჩვენ გამოვიყენეთ 10 data სტრუქტურა, დამატებით ობიექტები, მასივე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი მეხსიერება წავა კომპიუტერიდან. ხო? ან თუ ალგორითმის ამოხსნა შეიძლებოდა ერთი ლუპით და ჩვენ გავაკეთეთ ორმაგი ლუპით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო დაჭირდება ორმაგ ლუპს, ვიდრე ერთმაგ ლუპს, ხო? ამიტომ ასეთ მომენტებში აუცილებელი რომ გავთვალოთ time and space complexity. ნუ ადრე რამდენიმე 10 წლეულების წინ ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ მომენტს, რომ როდესაც რაღაც პროგრამა ეშვებოდა, ნაკლები ადგილი უნდა დაიკავა. იმიტომ რომ ადრე მეხსიერება ძალიან ძვირი ღირდა, ბევრად ძვირი ღირდა. ამიტომ საჭირო იყო ამ მეხსიერების დაზოგვა. დღეს მეხსიერება ძალიან იაფია და რავი, ყველა აქ რაღაც რამი რო იყიდო და ანუ არა ეგეთი ძვირი რა, იაფია რო იყიდო და დააყენა შენ კომპიუტერში. ამიტომ ზოგადად როდესაც რაღაცა პროდუქტს შიპავენ, on average, ანუ საშუალოდ დიდ ყურადღებას არ უთმობენ, რამდენი space ჭირდება რაღაც პროგრამა რო გაეშვას რა. თუმცა, მაინც ალგორითმების კეთებისას, აი გასაუბრებაზეც, უნდა დავწეროთ ისეთი ალგორითმი, რომელიც არის ოპტიმალური. ნუ შეიძლება თავიდან მოგვივიდეს იდეა რაღაცა ცუდი ვარიანტი, მაგრამ არ უშავს დავწეროთ და მე იქნებ უკეთესი გავხადოთ. და ასევე დრო. უნდა მივახციოთ ყურადღება იმას,
რამდენად სწრაფად გაეშვება ჩვენი პროგრამა. რა თქმა უნდა, მაგას ვერ დავითვლით, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ეშვება პროგრამა. შეიძლება ცუდად დაწერილი პროგრამა ეშვებოდეს მაგალითად 500 მილიწამში და კარგად დაწერილი პროგრამა ეშვებოდეს 100 მილიწამში, ანუ 5 უფრო ნაკლებში. ამას თვალით ოდნავ მივხვდებით, მაგრამ მაინც არა მარტივი რა, ბევრი რაღაცა რო შეადარო ერთმანეთთან დროები. იმიტომ რომ მილიწამებზე აქვს საუბარი. და მე არ ვამბობ რომ აი დათვალით რამდენი მილიწამი ჭირდება, მაგას ვერც ვიზავთ ფიზიკურად. უბრალოდ პროგრამის წერისას ხვდებით რამდენი დრო დაჭირდებოდა. ანუ ზოგადად უნდა აღვიქვათ ეს time complexity. აი მაგალითად. time complexity ანუ დროის ქართულად არ ვიცი როგორ თქვა. მოდი დავარქვათ ტერმინი დრო, რომელიც ჭირდება ალგორითმს, რომ სწორი პასუხი მიიღოს რა. ამის აღნიშნული არის big O notation. ანუ დიდი O, big O. big O. და ეს გამოიყენება ზუსტად იმის, ანუ აღსანიშნად, თუ რამდენად სწრაფად მუშაობს ჩვენი პროგრამა. მაგალითად, თუ ჩვენი პროგრამას ჭირდება დრო O(n) კვადრატი, O(n) კვადრატი. აი ესე ჩავწეროთ, ნახეთ. O(n) კვადრატი, აი ესე იწერება. ახარისხება იწერება, აი ეს ნიშნით კვადრატურას. O(n) კვადრატი. ეს რას ნიშნავს? ეხლა ეს ხო დროის აღნიშნული არა იდეაში. და ყოველთვის n-ით აღნიშნება input-ის ელემენტების რაოდენობა. აი მაგალითად გვაქვს მასივი, სადაც არის n რაოდენობის ელემენტები. მაგალითად 5 ელემენტი იყოს. ანუ ეს რაოდენობა 5-იანი არის n ჩათვალით. და თუ ჩვენ პროგრამას ჭირდება დრო O(n) კვადრატი, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ რამდენი ელემენტიცაა, მაგალითად 5, პროგრამას ჭირდება, რომ 5-ის კვადრატი ნაბიჯი გადადგეს, რომ საბოლოო პასუხამდე მივიდეს, ანუ 25. ამ მასივში რო იყოს 100 ელემენტი, 100-ის კვადრატი არის 10000, ხო? ამიტომ დაჭირდება პროგრამას 10000 ნაბიჯი, რომ მივიდეს სწორ პასუხამდე. ესა time complexity. შეიძლება იყოს O(n) კვადრატი, შეიძლება იყოს O ლოგარითმი 2-ისა მაგალითად, ან O(n) უბრალოდ რამდენი ელემენტიცაა, იმდენი ბიჯი დაჭირდეს ალგორითმს, რომ სწორ პასუხამდე მივიდეს. და ამის განსაზღვრა უნდა ვიცოდეთ. და ამებსაც გავulit ამ ორი კვირის განმავლობაში. ანუ იქ გასაუბრებაზე რომ გეუბნებიან ეს ალგორითმი დამიწერე, ბოლოში დიდი შანსი იმისა რომ გკითხოთ, აი რა არის ამ ალგორითმის time complexity. ანუ აინტერესებთ ხვდებით თუ არა რამდენად სწრაფად ეშვება თქვენი ალგორითმი და მაგას თუ ამოყენებთ რა. ოკეი? როგორც ძალიან ბევრი ალგორითმი არსებობს, ამ ორი კვირის განმავლობაში ყველა მნიშვნელობას რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებთ, თუმცა ძირითადად გავulit და კიდევ მოგცემთ რაღაც რესურსებს, რომ დამატებითი ალგორითმებით გაიპრაქტიკოთ და ასე შემდეგ. რა პლატფორმებსაც ჩაგიგდებთ, LeetCode 1, CodeWars და ასე შემდეგ. მანდ რაღაც ალგორითმი გაქვთ. თუ ვერ ამოხსენეთ, შეგიძლიათ ჰინტები ნახოთ, ან სხვაების ამონახსნები ნახოთ, მაგრამ ჯერ თვითონ უნდა იწვალოთ რა, თქვენ თვითონ. და მოდი დღეს ვისაუბროთ sorting ალგორითმებზე და searching ალგორითმებზე. ანუ მასივის დასორტის ალგორითმებზე და მასივში რაღაც ელემენტის მოძებნის ალგორითმებზე. ეს კვირა მოდი მაგაზე ვისაუბროთ. ერთ-ერთი sorting ალგორითმი არის bubble sorting. და ნუ სორტირება იდეაში ჩვენ უკვე ვიცით როგორ ხდება მასივის სორტირება. მაგალითად გვაქვს მასივი, სადაც არის რიცხვები 6, 5, 7, 2, 9 სიტყვაზე, ხო? და მინდა რომ ეს მასივი დავალგოს ზრდის მიხედვით. აქამდე როგორი ჩანაწერი გქონდა. array.sort sorts ვიყენებთ როგორც მაღალი დონის ფუნქციას და პარამეტრად ვაწვდით, არგუმენტად ვაწვდით callback ფუნქციას, სადაც a და b არიან მეზობელი რიცხვები და ვაერთიანებთ a-ს - b-ს. ეს როგორ მუშაობს, ეგ ეს ახსენით. თუ მინუსი ან პლუსი რომელიც ბრუნდება, მაგის მიხედვით ხდება, რომელი დააყენოს შრომის წინ. და ეხლა array რო დავაკონსოლოთ.
გამოიტანს დასორტილ მასივს. ანუ სხვა ბევრი მაღალი დონის ფუნქციისგან განსხვავებით, სორტი ახალ მასივს არ აბრუნებს. ორიგინალს ცვლის, ანუ ორიგინალის მუტაციას იწვევს, ანუ შიგნ თვე ანაცვლებს რიცხვებს რა ერთმანეთთან. და როგორც გითხარით, ეს როგორ მუშაობდა, რომ a და b იყო მეზობელი რიცხვები. ანუ ჯერ a არის 5, მერე b არის 6, მერე a არის 7, b 5. შემიძლია ეგეც განახოთ. console log. ხეთ a b ეს. და დავარეითანოთ a - b აქ, იმიტომ რომ რეითანი საჭიროა. ნახეთ, a არის 5, b არის 6, a არის 7, b არის 5. მე a არის 7, b არის 6. ანუ 7-6 მეზობლები არ არიან, მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე გადადასვლა რა. 5 აქ დადგა, 6 აქ დადგა. და ადამიანი ხა ესენი მეზობლები არიან. ან მაგით ხდება რა. მე ასევე გითხარით, რომ ამ sort მეთოდის უკვე რაღაც ალგორითმი დგას. და სიმბლეში დგას bubble sort ალგორითმი, რომელიც ახლა უნდა გავიაროთ. bubble sort იმიტომ ქვია, რომ მეზობელი ელემენტები დარდება და რომელიც უფრო მეტია, ნელ-ნელა იწევს მასივის ბოლოსკენ. ან მაგალითად, აქ რომ მქონდა მე 9-იანი, 9-იანი ჯერ აქ ჩერდებოდა, მერე აქ და მასივის ბოლოსკენ გადაინაცვლებდა. ანუ როგორც წყალში რომ ბუშტუკია, როგორც ბუშტუკი ამოტივტივდება წყლის ზედაპირზე, იგივენაირად დიდი რიცხვები ატივტივდებიან მასივის ბოლოსკენ. bubble sort-ი მაგიტომ ქვია, bubble ნიშნავს ბუშტუქს. და დღეს გავუვლით აი ამ ალგორითმს. ნუ ერთ-ერთი ესაა ალგორითმი. ანუ აქაც როგორც ალგორითმი გამომარტე, აქაც იქნება რაღაცა ლოგიკური ჯაჭვების ერთობლიობა, რომელიც გადაჭრის აი ამ პრობლემას. ანუ ალგორითმი ეს რა. და ვიზუალიზაციისთვის რომ უკეთესი წარმოდგენა გქონოდა, ერთ-ერთი პლატფორმა არის hackerearth.com, სადაც არის რამდენიმე sorting ალგორითმის ვიზუალიზაცია. აი აქ ვეუბნებით რომ მასივი მინდა, აქ არის value-ები, მასივის ელემენტები და ნაბიჯ-ნაბიჯ შემიძლია ვნახო რა როდის ხდება. აქ ასევე არის selection sort-ი, insertion sort-ი, merge sort-ი, quick sort-ი და ასე შემდეგ. ამებსაც რამდენიმე მათგანს გავუვლით სემინარზე. დღეს ყველას ვერ მოვაშავთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც 4-5 საათი შეიძლება დაგვჭირდეს მაგ ყველაფერს ყველა რო გავიაროთ, მაგრამ რამდენიმეს გავხსნით დღეს. ასევე searching ალგორითმებზეც გადავალთ და რამდენიმეს გავაგრძელებთ 5 შაბათს სემინარს. და მოდი დღევანდელი ჩვენი სატესტო მასივის სიგრძე იყოს 8. ანუ 8 ელემენტი გვაქვს ამ მასივში და ელემენტები არის 5, 6, 15, 7, 45, 33, 1 და 9. და აქა ჩვენი მასივი. ხო კარგად ჩანს ეკრანი ისა, მეგობრებო. ოკეი, მშვენიერ. და აქ რა ხდება? როგორც გითხარით, მთავარი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ მეზობელი ელემენტები დარდებიან ერთმანეთთან. ანუ მოდი ხა დავიწყოთ ეს ჩვენი bubble sort. და შეგვიძლია გადავაბიჯოთ ხა ერთ ბიტზე. For each pass, we will move left to right, swapping adjacent elements as needed. Each pass moves the next largest element into its final position. This will be shown in green. ანუ თითოეული პასისთვის, პასი არის ჩათვალეთ ერთი გადარბენა მასივზე, ანუ ერთი ლუპი. პასი ამ შემთხვევაში არის ერთი გადარბენა. რომ თავიდან დავიწყებ და ბოლოში მივხვდეთ ერთი პასი. მეორე პასი იქნება რომ ისო მეორედ დავიწყებ ახლიდან და ბოლოში მივხვდეთ. და თითოეული პასისთვის, ანუ თითოეული გადარბენისთვის დავიწყებთ მარცხნიდან მარჯვნივ და გადავანაცვლებთ მეზობელ ელემენტს თუ საჭიროა. ანუ ჩვენ ხომ დავალაგოთ ელემენტები მასივის ზრდის მიხედვით, ანუ დიდი ელემენტები არიან უფრო მარჯვნივ. ნელა მარჯვნივ გადავლენ რა. და თითოეული პასის ბოლოს ყველაზე დიდი რიცხვი, შემდეგი ყველაზე დიდი რიცხვი მოთავსდება თავის ადგილზე.
ანუ ეხლა იდეაში პირველი გადარბენისას 73 უნდა მოთავსდეს მასივის ბოლოში. იმიტომ რომ 73-ის პოზიცია კარგი, ანუ სწორი პასუხი იქნება ბოლო. იმიტომ რომ ყველაზე დიდია ამჯერად მასივში. ანუ ერთხელ რომ გადავულით, ერთი პასი რო განხორციელდება, 73 დადგება ბოლო ადგილზე. მერე მეორე პასის შემთხვევაში, მეორე გადარბენის შემთხვევაში 45 დადგება ბოლოს წინა ადგილზე. ანუ თავის პოზიციაზე რა. ოკეი, დავიწყოთ მენულე პასი. ანუ პირველი პასი რა. For each element moving through the list. ეხლა უნდა შევადაროთ ეს ორი მეზობელი ელემენტი, 5 და 6. 5 მეტი 6-ზე? ანუ თავი მეზობელი რიცხვზე. არა, ესე იგი მე 5-იანი მარჯვნივ არ უნდა გადავაგდო. ამიტომ გამოვტოვებთ. იყო სადაც არის რა. ეხლა ვადარებთ შემდგომ წყვილს 6 და 15-ს. 6 მეტია 15-ზე? არა. მაშინ იყვნენ როგორც არის, იმიტომ რომ მე დიდი რიცხვი უნდა გადავიტანო მარჯვნივ. 6 დიდი რიცხვი არაა 15-ზე. ოკეი. ახლა შევადაროთ 15 და 7. 15 მეტია 7-ზე? კი მეტია. ესე იგი, წესით არ იგი 15 და 7-ს უნდა შევუცვალოთ ადგილები. იმიტომ რომ დიდი რიცხვი გადავიტანოთ მარჯვნივ მხარეს მასივის. იმიტომ ზრდა დავითვალაგებთ. გადავანაცვლეთ. მე ვადარებთ შემდგომ მეზობელ ელემენტებს 15 და 45-ს. ეხლა უკვე 15 გახდა 45-ის მეზობელი, იმიტომ რომ გადავანაცვლეთ წინა იტერაციაზე. 15 მეტია 45-ზე? არა, ამიტომ გავივლით. 45 მეტია 73-ზე? არა, ამასაც გამოვტოვებთ. 73 მეტია თუ არა 1-ზე? კი, ამიტომ შევცვლით. შემდგომ კიდევ ბოლო წვლილი დაგვრჩა 73 მეტია 9-ზე? კი, ამიტომ გადავანაცვლეთ. ანუ ერთი პასი გავიარეთ, then this pass the last element processed is now in its final position. ანუ ერთი პასი, ანუ ერთი გადარბენა რო გავაკეთეთ, 73, ანუ ყველაზე დიდი რიცხვი დადგა თავის საბოლოო პოზიციაზე. ანუ მასივის ბოლოში, წვანეთ გაფერატდა. ანუ ამას აღარ შევეხებით ამის მერე. იმიტომ რომ თავის ადგილზე დგას. მაგრამ ეს ერთი ციკლი, ანუ ერთი გადარბენა საჭირო, ანუ საკმარისი ხომ არ იყო, იმიტომ რომ აქამდე რაც არის რიცხვები, დაუსორტელი დაგვრჩა ჯერ. ამიტომ ამ ერთ პასს, ანუ ამ ერთ ციკლს კიდევ გავამეორებთ. ანუ შეგვიძლია უკვე ვიფიქროთ, რომ ორმაგი ციკლი გვჭირდება ამ ალგორითმის ამოსახსნელად. ან ერთი გადარბენა რო არის, ეგ გადარბენა უნდა მოხდეს რამდენჯერმე. ანუ ეგ ციკლი ჯდება კიდევ ერთ ციკლში, რომ რამდენჯერმე გავამეორდეთ. ოკეი, შემდეგი პასი დავიწყოთ და დავიწყოთ ისე მარცხნიდან. 5 მეტი 6-ზე? არა. 6 მეტი 7-ზე? არა. არ 7 მეტი 15-ზე, არ 15 მეტი 45-ზე, 45 მეტი 1-ზე ამათ გავცვლით. და 45 მეტი 9-ზე ამათ გავცვლით. და მორჩა. მე 45 73-თან აღარ შევადარებ. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ეს 73 წინა პასიდან, წინა გადარბენიდან გამომდინარე, უკვე თავის საბოლოო პოზიციაზე იდგა. და მასთან შედარებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ვიცი რომ უდიდესი რიცხვია. და ეხლა მეორე პასისთვის კიდევ ერთი რიცხვი დადგა თავის საბოლოო პოზიციაზე. ანუ ბოლოს წინა პოზიციაზე. და ვამეორებთ იგივეს. ეხლა ისე ახალ გადარბენას დავიწყებთ. 5 მეტი არა 6-ზე, 6 არა მეტია 7-ზე, 7 არ არის მეტი 15-ზე, 15 მეტია 1-ზე, ამიტომ გადავანაცვლებთ, swaps wizard. 15 მეტია 9-ზე გადავანაცვლებთ და 15 დადგა თავის საბოლოო პოზიციაზე. ამათ აღარ შევეხებით, აღარ შევადარებთ, აზრი არ აქვს. ისევ იგივე. ამათ არ გადავანაცვლებთ, არც ამათ, 7 მეტი 1-ზე გადანაცვლდება, 7 არ არის მეტი 9-ზე, არ გადანაცვლდება და 9 დადგა ბოლო პოზიციაზე, თავის საბოლოო პოზიციაზე. ისევ იგივე. ესენი არ გადანაცვლდება, 6 მეტი 1-ზე გადანაცვლდება, 6 არ არის მეტი 7-ზე დარჩება. 7 დადგა საბოლოო პოზიციაზე. მერე 5 მეტი 1-ზე გადანაცვლდება, 5 არ არის მეტი 6-ზე არ გადანაცვლდება. და დარჩა ორი რიცხვი. 1 და 5. ეხლა 1 და 5 შევადარებთ. 1 არ არის მეტი 5-ზე, ამიტომ არ გადანაცვლდება და 5-იანი დადგება თავის საბოლოო პოზიციაზე. და მორჩა. ანუ ბოლოს რომ ეს 1-იანი დაგვრჩა, ერთი რიცხვი, ამისთვის ცალკე გადარბენას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველა სხვა დანარჩენი რიცხვი თავის საბოლოო პოზიციაზე დგას, ესე იგი ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს რიცხვიც თავის საბოლოო პოზიციაზე იდგება. ანუ აღარსა და აღარ გადანაცვლდება რა და ბოლო პასი აღარ მჭირდება, გამოვტოვებთ.
და ესა დაისორტა ჩვენი მასივი ზრდელობის მიხედვით. Okay? Okay, სანამ ჩვენი პროგრამის იმპლემენტაციაზე გადავალთ, ანუ კოდის ჩანაწერზე, მანამდე მაინტერესებს რამე ხوار იყო გაუგებარი ლოგიკის ნაწილში. ანუ თუ იმეს ლოგიკურად რაღაცა ვერ გაიაზრეთ და ვერ გაიგეთ ბოლომდე ვერ წარმოვყევით, მაშინ კითხვა დამიშვით. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ესაა იდეაში. და არა კოდის ნაწილი. თუ ლოგიკა კარგად გესმის, კოდსაც მარტივად დავწერთ. ანუ ალგორითმის წერა მარტო კოდის წერა არა. ალგორითმის ამოხსნა. მთავარი ეს არის, რა როგორ გავიაზრებთ, როგორ უნდა ამოიხსნას. ანუ ჯერ ვაზროვნებთ და მერე ვწერთ კოდს და არა პირიქით. Bubble sort არის ალგორითმი ერთ-ერთი, რომელიც გამოიყენება მასივის დასასორტად, დასალაგებლად, ზრდელობითან კლებადობით. ანუ ეს sort მეთოდი იყენებს bubble sort სინამდვილეში. და ეხლა მაგას ჩვენ ჩავწერთ ხელით. ალგორითმი არის რაღაც პრობლემის გადაჭრის რაღაც ჩანაწერი, რაღაც ხერხი, რომელიც საჭიროებს ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებულ კვანძებს. ანუ ჩათვალე რაღაც ამოცანას რომ ხსნი, ეგ ამოცანა არის ალგორითმი რა. პრობლემა გაქვს და უნდა გადაჭრა. ანუ სორტის მაგალითად bubble sort-ო გამოვიყენოთ. კი. ანუ სორტიც იგივეს აკეთებს. ანუ რასაც ეხლა მე დავწერ, სორტის უკან ისედაც ეგ ხდება. Bubble sort algorithms იყენებს ეს მეთოდი რა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, მაინც როგორ ხდება და რა ხდება მაგის უკან. Okay, მოდი იგივე მასივს გამოვიყენებ, რო არ დავიბნეთ. აი, ამ ელემენტებს. ოხ. Let array უდრის კაი, ასე ჩავწერე. Okay. ეხლა ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში რომ კონდეს ან ეს გადარბენები რა. ანუ ციკლი გვჭირდება რა თქმა უნდა. და გვჭირდება ორი ციკლი. ერთი ციკლი იმაში გვჭირდება რომ ერთი გადარბენის დროს მეზობელი რიცხვები შევადაროთ და მეორე ციკლი მჭირდება იმისთვის რომ ეს გადარბენა ბევრჯერ გავამეორო. ანუ იმდენჯერ რამდენი ელემენტიც მაქვს მასივში. Okay? Let, კიდევ for ციკლი მინდა ჯერ, for let i უდრის null-ს. ინაკლებია arrays length-ზე i++. ანუ ჩავთვალეთ ეს i არის რაღაც ერთი პასის აღნიშვნელი. ანუ აქ რო იყო რომ დავიწყოთ 0 პასიდან. Starting pass 0. აი ეგ i არის აღნიშნული პასისთვის. ეს for ციკლი განაპირობებს რამდენი პასი უნდა იყოს, რამდენი გადარბენა უნდა მოხდეს მასივისა, რომ საბოლოო ჯამში დავსწორდოთ რიცხვები. და თვითონ ერთ პასის, ანუ ერთი გადარბენის დროს, რომ თითოეული რიცხვი დაარდება ერთმანეთთან, მეზობელი რიცხვები, ეგ გაკეთდება შიდა ციკლით. let j დავარქვათ. j უდრის null-ს. შენაკლებია array length-ზე j++. აი ეს. და უბრალოდ რომ დავაკონსოლოთ ახლა რა. ანუ ეს გარე ციკლი მეხმარება, რომ ბევრი პასი გავაკეთო, ბევრი გადარბენა გავაკეთო მასივზე და შიდა ციკლი მეხმარება, რომ თითოეულ გადარბენაზე რიცხვები შევადარო. ანუ შიდა for ციკლში, ანუ j ინდექსი დამეხმარება იმისთვის, რომ ამოვიღო მეზობელი რიცხვები. ხომ ვერ ვეტყვით, მოდი ჯერ უბრალოდ დავაკონსოლოთ, როგორ ამოვიღოთ მეზობელი რიცხვები. ანუ 5 6 6 15 15 7 7 45 45 63 63 და ასე შემდეგ. როგორ ამოვიღო? ნუ ერთი რიცხვი მაგალითად console log array j ხო თავიდან 0-ია. array-ში 0 ინდექსით მდგომი ელემენტი არის 5-იანი.
და მის მეზობელ რიცხვს როგორ მიწვდე? ანუ 6. რა იქნება? ერთი კი, ანუ R ინდექსად 1. მაგრამ მე ასე ფიქსირებულად ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ შემდეგ ჯერზე მეზობელი რიცხვები არიან 6 და 15. ნუ ეხლა J კი გაიზრდებოდა 1 გახდება და 6-ს ამოვიღებთ, მაგრამ ეს ერთი ინდექსი ისევ 6 იქნება. მე 15 მინდა. ანუ მე რო J ინდექსზე მაქვს ერთი რიცხვი, მისი მეზობელი მარჯვენა ელემენტი ხომ 1-ით მეტი ინდექსზე მდებარეობს. ხო? ანუ J თუ არის 0, მის მარჯვნივ მდგომი რიცხვი მდებარეობს 1-ით მეტი ინდექსზე. ანუ J + 1 ინდექსზე. აი ასე. მოდი გავუშვათ. ახეთ 5-6 J არის 0, 0 + 1 არის 1, ანუ პირველ ინდექსს გადავიდე, მაგრამ 6-ით 15, 15 7, 7 45, 73, 45, 73 1 და ასე შემდეგ. ნუ 1 undefined, იმიტომ რომ გადაცილდა რა საბოლოო ჯამში. და მე ისევ იგივე ხდება 5-6, 6-15, 15-7 და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ერთი გადარბენა, ერთი პასი ხდება რამდენჯერმე. მე მეორე ციკლი შემოდის რა. ანუ ეს ციკლი რომ მორჩევა მუშაობას, მე გადავდივართ გარეთ ციკლის ახალ იტერაციაზე. იზრდება 1-ით. ანუ ეხლა ჩვენი მიზანი არის, რომ array-j და array-j + 1 შევადაროთ ერთმანეთს. ანუ 5 შევადაროთ 6, 6-ით 15, 15-ით 7. ანუ თუ array-j მეტია array ინდექსად j + 1-ზე, მაშინ უნდა გავაკეთოთ swap-ი. აი ეს, swap-ი. როგორც აქ გქონდა. ნახეთ? დარდება 5 ინდექსიანი, თუ 5 მეტია 6-ზე, 0 ინდექსი არის j-ს აღნიშნული. ნახეთ? array-j, j არის 0, j + 1 არის 1. ანუ 0 ინდექსზე და 1 ინდექსზე რაც მაქვს რიცხვი, მაგას ვადარებთ და თუ 5 მეტი 6-ზე, მაშინ გადავანაცვლოთ. მაგრამ არ ნაცვლდება ჯერ. არც ამაზე. მაგრამ 15 ხომ მეტია 7-ზე, ამიტომ თვითონ მასივშივე ნაცვლდება ელემენტები. ეს. აი მაგას როგორ გავაკეთებთ? მოდი მაგისთვის ცალკე მაგალითი დავწეროთ. სიტყვაზე მაქვს ორი ცვლადი, let a უდრის 5-ს, let b უდრის 10-ს. და მე მინდა რომ ამ a და b ცვლადში მნიშვნელობები გავცვალო. ანუ a გახდეს 10 და b გახდეს 5. უცბად რომ დამიწეროთ ეგ როგორ გავაკეთო, აბა? ვინც უკვე ზუსტად იცით პასუხი არ მინდა. როგორ ჩავწერო a-ში b-ს მნიშვნელობა და b-ში a-ს მნიშვნელობა. b უდრის a-ს და პირიქით, ხო, ანუ a უდრის b-ს და b უდრის a-ს. swap-ი ხო მართლა გიხართ. ანუ ამას გულისხმობდი, ხო დანია? ანუ a-ში ჩავსვათ b-ს მნიშვნელობა და b-ში ჩავსვათ a-ს მნიშვნელობა, ხო? ხო ეს იგულისხმე. ოკეი. ხო, და თითქოს ლოგიკურია რა, მაგრამ მოდი დავწეროთ აბა a და b. გავუშვათ 10 და 10. ანუ 5-ი დავგარგა საერთოდ. ნახე რა მოხდა? მე რო 10 ცვლად შევინახე b-ს მნიშვნელობა. b ხო 10-ია. ხო? ესე იგი a გახდა 10 სტოლი. 5 სტოლი აღარ გახდა. ანუ a უკვე ახლა 10 სტოლია რა. იმიტომ რომ a-ში შევინახეთ b-ს მნიშვნელობა. და მე გვიწერია b უდრის a-ს. a 10-ია, ანუ b არ შეცვლილა, ისევ 10 დარჩა რა. ანუ ის 5-ი დამეკარგა მე. იმიტომ რომ ზემოდან გადავაწერე 10-ის მნიშვნელობა. ესაა პრობლემა. ანუ იგივე იქნებოდა მაგალითად მე გეუბნებით რომ მაქვს ორი ჭიქა. ერთი არის წყლით სავსე, მეორე არის რაღაც ვაშლით წვენით სავსე მაგალითად. და მე გეუბნებით რომ ეს სითხეები გაცვალეთ ერთმანეთში. ანუ წყლიან ჭიქაში უნდა იყოს საბოლოო ჯამში ვაშლის წვენი და ვაშლის წვენიან ჭიქაში უნდა იყოს წყალი. ამას როგორ იზევთ? ხო ვერ იზევთ, იმიტომ რომ ერთიდან მეორეში გადაასხათ სითხე აირევა ერთმანეთში. ნუ აქ ერთმანეთში აირევა უბრალოდ იკარგება მნიშვნელობა, მაგრამ დაახლოებით იგივეა რა. ეგე დროს გჭირდებათ მესამე ჭიქა, დროებითი ჭიქა, ცარიელი. რომელშიც მაგალითად გადაიტანთ წყალს
მერე წყალი რაშიც ესხა მაგაში გადმოიტანთ უკან ვაშლის წვენს და იმ წყალს გადაიტანთ ვაშლის წვენის ჭიქაში. ანუ დროებითი სვლადი გვჭირდება აქ, რომ მე ეს ხუთიანი შევინახო. მთავარი პრობლემა ხო ეგ იყო აქ, რომ ხუთიანი მეკარგებოდა. ხო? ხუთიანი რო არ დავკარგო, მე ეს ხუთი უნდა შევინახო დროებით სვლადში. ამიტომ მოდი შევქმნი temp სვლადს, temp-ორ არის შემოკლებული, ან დროებითი შემოკლებულია, უდრის 100. ანუ ხუთიანი უკვე მენახება temp სვლადში. და მე როდესაც a სვლადს მივაინჭებ b-ის მნიშვნელობას, a გახდება 10 სტოლი. კი. და მე b-ის მივაინჭებ temp-ის მნიშვნელობას, იმიტომ რომ a-ში უკვე 10-იანი ინახება და არა 5. temp-ში მე 5 მაქვს უკვე. ამიტომ ეს იქნება სწორი ჩანაწერი. აი 10 და 5. წეღანი 5-10, ეხლა არის 10-5. იგივე უნდა ვქნათ რაღაც. ანუ მე რაღაც ტემპორარ სვლადში, დროებით სვლადში შევინახავ array-ჟ-ის მნიშვნელობას. ანუ ხუთიანის მნიშვნელობას თუ უნდა გადავანაცვლოთ, აი მოდი აქ ვისაუბროთ. 15 შევინახავ. იმიტომ რომ ამ ადგილას 7-იანი ჩაждდება, 15 იკარგება. ამიტომ 3-15 დაიკარგება, მოდი მაგას შევინახავ, რომ მომავალში გამოვიყენოთ ცოტახანში. ტემპ რას აკეთებს და დროებითი სვლადი, რომელიც ინახავს ერთი სვლადის მნიშვნელობას. იმიტომ რომ მე რო a-ში შევინახე b, a-ს მნიშვნელობა დაიკარგა, 5-იანი დაიკარგა, ამიტომ 500-ს ვინახავ სხვა სვლადში, რო არ დამეკარგოს. და მე ვიყენებ. მე array-ჟ-ში ჩავსვავ array-ჟ პლუს 1 ინდექსზე მდგომ elements და array-ჟ პლუს 1 ინდექსზე ჩავსვავ temps. ხო? ანუ მასივის შემთხვევაშიც იგივე ამბავია. Let array უდრის 10 და 5. nums დავარქვათ მოდი. ამას დავაკომენტარებისევ. ანუ მე რო დავწერო nums 0 ინდექსზე რაცაა. მოდი მაგას მივაინჭოთ nums 1 ინდექსზე რაცაა და მე პირიქით. პირველ ინდექსზე ჩავწეროთ 0 ინდექსზე მდგომი ელემენტი. და მოდი დავაკონსოლოთ nums მასივი. არის 5-5. ანუ მე რომ 0 ინდექსზე ჩავსვი 5-იანი, ანუ ეს 5-ია. ეს 5 არის, ხო? ჩავსვი 5-იანი. აი ეს მასივი დაგვრჩა. და მე პირველ ინდექსზე უნდა ჩამესვა 0-ზე რაც იყო, ანუ 5-იანი. ის 10-იანი დამეკარგა. ამიტომ ახლა ავდგები და ამ 10-იანს შევინახავ რაღაც დროებით სვლადში. Let temp უდრის nums 0 ინდექსს. და როდესაც აქ 5-იანი ჩაждდება, 10-იანი მართალია მასივიდან დაკარგულია, მაგრამ მე ტემპორარი სვლადში მაქვს დროებით სვლადში. ამიტომ ამას გამოვიყენებ მე უკვე. და ახლა გადანაცვლება. 10-5 რო არის, მე იქნება 5-10. აი ეს. და იგა გადანაცვლება, swap-ი. ან უფრო ლამაზად შეიძლება. მაგას ვახანში გეტყვით, მოდი ეხლა ვერ მინდა. Okay. და იდეაში ეს არის ჩვენი მთელი ალგორითმი. მეტი არაფერი. მთელი ლოგიკა იგაა, რომ ერთ პასზე, ანუ ერთ გადარბენაზე ვადარეთ მეზობელ რიცხვებს, ანუ ჟ ინდექსს და ჟ პლუს 1 ინდექსზე რაც დგას და თუ ერთი მეტია მეორეზე ვანაცვლებთ და აი ამ გადარბენას ვიმეორებთ რამდენჯერმე. და მოდი დავაკონსოლოთ ჩვენი საბოლოო მასივი. აი დაისორტა ზრდის მიხედვით 1 5 6 7 15 45 63. მოდი გადავართ დებაგერით. და კარგად მივხვდეთ რა მოხდა. on აქ არა ფუნქცია არ არის, აი იქიდან დავიწყოთ. ნახეთ? ეს მასივი მაქვს. ეხლა ვიწყებთ 0 პასს. აი აქ რო გაჩვენოთ იგივე. ვიწყებთ 0 პასიდან. ანუ პასი 0 არის, იგივე რაც i რო არის 0 სტოლი. ხო? i ნაკლებია race length-ზე? კი, ამიტომ შევალთ ციკლში და დაიწყება პირველ პასზე რაც ხდება. ჟ არის 0 სტოლი თავიდან.
და ვადარებთ 0 ინდექსზე მდგომ ელემენტს და 1 ინდექსზე მდგომ ელემენტს, ანუ მეზობელს. ანუ 5-იანს და 6-იანს. აი ამათ. 5 მეტი 6-ზე? არა. ამიტომ შიგნით არ შევალთ. აი ახაც გამოვტოვებთ. და გადავალთ მეორე იტერაციას. ეხლა შეგაიძლება 1-ით. 1-ის ტოლი ახდება. 1 ნაკლები erase length-ზე კი. ამიტომ შევდივართ კიდევ შიგნით. და ვადარებთ 1 ინდექსზე მდგომ ელემენტს და 2 ინდექსზე მდგომ ელემენტს. ანუ ჟ-ს და ჟ+ 1-ს. 6 მეტია 15-ზე? არა. ამიტომ if-ში არ შევდივართ. გადავალთ შემდეგ იტერაციაზე. ჟ1 იზრდება და ეხლა დარდება 2 ინდექსზე მდგომი ელემენტი და 3 ინდექსზე მდგომი ელემენტი. ანუ 15 და 7. 15 მეტია 7-ზე? კი. ამიტომ მოდი ავდგებით და ტემპორარ სვლად შევინახავთ 15-ს, რო არ დაგვიკარგოს. array-ის მეორე ინდექსზე ჩავსვათ 7-იანს, ანუ აქეთ მოვიტანთ. ნახეთ, ეხლა მასივი როგორია? მეორე ინდექსზე დგას 7-იანი. და მე აი მეორე 7-ის მაგივრად ჩავსვათ 15-ს. და ეს 15 შენახული მაქვს ტემპორარ სვლადში, აი აქ. ჩაჯდა 15, ანუ 15-მა 7-მა გასვლა ადგილები და დაჯდა 7 და 15. ეხლა ჟ ისევ იზრდება 1-ით. ხდება 3 სტოლი. და ვადარებთ 3 ინდექსზე და 4 ინდექსზე მდგომ ელემენტებს. 15 მეტი არ არის 45-ზე, ამიტომ გადავდივართ შემდეგ იტერაციაზე if-ში არ შევდივართ. ჟ გაიზარდა გახდა 4, დარდება მე-4 და მე-5 ინდექსზე მდგომი ელემენტები. ესეც მეტი 45 არ არის მეტი 63-ზე, ამიტომ გადავდივართ შემდეგ იტერაციაზე. ჟ გახდა 5 სტოლი. 5 და 6 ანუ რა, 73 მეტი 1-ზე, ამიტომ შევდივართ შიგნით. 73-ს ვინახავთ ტემპორარ სვლადში. აი ესე. მერე 73-ის მაგივრად წერთ 1-იანს, ანუ გადმოვიტანთ აქეთ. და 1-იანის მაგივრად წერთ ტემპორარ სვლადს, ანუ 73-ს. მერე ჟ ისევ იზრდება 1-ით, ხდება 6, 6 ნაკლები erase length-ზე? კი. ამიტომ კიდევ შევდივართ. ხე? შევედით კიდევ. და ბოლო დაჟა 73 და 9. ეხლა 6 ტოლია. 73 მეტია 9-ზე, ამიტომაც ეგ-ორი რიცხვი კიდევ განაცვლდება. აქ 9 აღარ მაქვს. აქ 9 არ მწერებია ბოდიშით. გამორჩა მაგიტომ. რომ ეწერო 9-ს გადავიდოდე რა. აქ დამოვიწყდა უბრალოდ. ოკეი. მოდი მაინც ჩავწერე ხამ იგივე გვინდა რომ იყოს. ცოტა გადავირბენ. ოკეი. ახლა ვართ 73 და 9-ზე. 73 მეტია 9-ზე, ამიტომ მომართას გადავანაცვლებთ. და დაждდა აი ესეთი მასივი. 73 დადგა მასივის ბოლოში. ჟ გაიზარდა 1-ით. გახდა 7, 7 ნაკლებია erase length-ზე? 2, 4, 6, 8. კი, ამიტომ კიდევ შევდივართ. და ეხლა ნახეთ რა მოხდა. ჟ არის 7. 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. მე-7 ინდექსზე მასივში დგას 73. 73 მეტია 8 მერვე ინდექსზე მდგომ ელემენტზე? მერვე ინდექსზე მდგომ ელემენტზე. მერვე ინდექსი აქ არ მოქვს, ანუ ბოლოზე გადადის რა, მასივის იქითკენ. აქ ეს იდეაში არ უნდა მოხდეს, ამას გავასწორებთ ცოტა ხანში. ანუ აქ არ შევა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ undefined-ზე მეტი არ არის 73, მაგრამ მაინც გასწორებელი, იმიტომ რომ ზედმეტ ნაბიჯი დროის ტყუილად. და ამით ერთი პასი მორჩა. ანუ შიდა გადარბენა რომ მორჩა ერთი პასი. ეხლა ეს პასი უნდა გავამეოროთ. ანუ მოხდება გარე for cycle-ის იტერაცია. ანუ ის გაიზრდება და გახდება 1. ანუ დაიწყება პასი ნომერი 1. და მენულე პასზე 73 დადგა თავის საბოლოო წერტილზე. თავის საბოლოო ფინალურ პოზიციაზე რა. და ეხლა მეორე პასის დროს იგივე რაღაცები ხდება. დარდება 5, 6 არ განაცვლება. 6, 7 არ განაცვლება. 7, 15 არ განაცვლება. 15, 45 არ განაცვლება.
45 ერთი გადანაცვლება 45 მეტი 1-ზე კი, ამიტომ შევდივართ შიგნით და 45 და 1-ს უცვლით ადგილებს, აი ეს. მე 45-ე 9. 45 მეტია 9-ზე, ამიტომ გადანაცვლდება. ასე. ანუ ეხლა წესით, აი 45 რო დადგა ბოლოს წინა პოზიციაზე აქ. ვიზუალიზაციის მომენტში ჩვენ გავჩერდით. თუმცა ალგორითმში ჩვენ კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჟ ნაკლები არის array-ის links-ზე, ეს გვაქვს პირობა. ანუ ეხლა 45 შედარდება 73-ს, რასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წინა პასზე ხო ვიცოდით რომ 73 თავის ფინალურ პოზიციაზე იყო, ამიტომ აზრი არ აქვს ამასთან შედარებას. იმიტომ რომ ეს უდიდესი რიცხვია. ანუ ეხლა ეს ნაბიჯი სტყუილად გადავდგით და ეგ უნდა გამოვასწოროთ. ოკეი? და ასე გრძელდება ბოლომდე. და ეხლა ეს ყველაფერი როგორ დავფიქსოთ? ნუ პირველ რიგში ეს ალგორითმი ბოლომდე რო ჩამიარა, ნახეთ? დავასპიდრონოთ ცოტათი. აი ხუთიანი როს თავის საბოლოო წერტილს დადგა, ამ ერთიანისთვის ცალკე პასი არ გაგვივლია. აზრი არ ქონია, იმიტომ რომ თუ ყველა რიცხვი დგას თავის საბოლოო პოზიციაზე, ეს ელემენტიც თავის საბოლოო პოზიციაზე იდგება. ამიტომ პასი მექნება ერთი ნაკლები, array links -1. არ მჭირდება ამდენი პასი, ბოლო პასი არ მჭირდება რა. და აქაც შე შემთხვევაში. შე ხო არის ინდექსი იმისა, თუ რომელ ელემენტს ვადარებთ, შე და შეს +1. და აქ რაღაცა პათერნი ნოიპოვოთ, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო რიცხვს მაინც ვადარებდით. ანუ როდესაც 73 დადგება ბოლოში, ამის შემდეგ რაღაც რიცხვების შედარება 73-თან აზრი არ აქვს, იმიტომ რომ 73 ყველაზე დიდია და თავის ბოლო ადგილზე დგას. ანუ swap-ი აქ აღარ მოხდება არავითარ შემთხვევაში რა. მაგრამ ჩვენ ალგორითმში 45-ს ვადარებდით 73-თან. აქ მორჩა იდეაში, მაგრამ ჩვენ 45-ს მაინც ვადარებდით 73-თან. ანუ ჟ რაღაცა მომენტის მერე აღარ უნდა გაიზარდოს და მორჩეს ციკლი, რომ პასი მორჩეს. მაგრამ ეგ დამთავრების პერიოდი არის დინამიური, იმიტომ რომ ეხლა მე-6, ანუ მე-7 ინდექსზე რო არ უნდა შედარდეს, მერე მე-6 ინდექსთან არ უნდა შედარდეს და ასე შემდეგ. აი ეს. მაგრამ მაგის პატერნი შეგვიძლია დავიჭიროთ იქიდან, რომ აი მაგალითად თუ ანუ რამდენი პასიც არის გასული, იმდენი რიცხვი დგას თავის ადგილზე უკვე. ანუ თუ ეს ხო მე-4 პასია, იდეაში მე-3 პასი, იმიტომ 0-დან ვიწყებთ. 3 პასი გავიდა, მე-4-ზე ვართ, ესე იგი 3 რიცხვი ბოლოში დგას. და ჟ მაგებამდე აღარ უნდა მივიდეს, ანუ array links -i -1. ეს -1 კიდე იმიტომ ჭირდება, რომ პასები იწყება 0-დან. ანუ თუ მე-4 პასზე ვართ. ანდა მოდი ხელით გავარდ ჯობია რა, უფრო მიგახვედრებთ. ხეთ? break point-ი დავსვათ. ნუ აქ შევალთ რა თქმა უნდა. ხუთი და 6 არ გადანაცვლება. არც უკვე გადავიდით 15-ზე? ხო. 15 და 7 შეისრულს ადგილს, 15 და 45 არ შეისრულს ადგილს. 63 და 1 შეისრულს ადგილს. აი ასე. მერე 73 და 9 შეისრულს ადგილს, ხო? კიდევ. და წეღან თუ გახსოვთ 73 დარდებოდა undefined-თან, ანუ მის კიდევ მარჯვენა ელემენტთან, რომელიც არ არსებობს, მაგრამ აქ მე მიწერია array links -i -1. i არის 0-ის ტოლი. array links არის 1 2 3 4 5 6 7 8 ელემენტია. 8-ს -0 -1 არის 7. ჟ ახლა გაიზრდება და გახდება 7-ის ტოლი. 7 ნაკლებია 7-ზე? არა, ამიტომ ბოლო ელემენტს აღარ გადავალთ კიდევ იქით რა და მორჩება ეს ციკლი. და გადავალთ პირველ პასზე.
ახლა ნახეთ რა ხდება 800 - 1 - 1 i1 ტოლია უკვე. არის 6. ანუ როდესაც მე-6 ინდექსზე იქნება 45, მე-6 ინდექსზე აღარ შევადარებ 73-თან, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. წეგან ერთი პასი თუ გავიარე, ეხლა ხო მეორე პასზე ვარ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ერთი პასი რახან გავიარე, ესე იგი ერთი რიცხვი უეჭველი დგას თავის საბოლოო პოზიციაზე და აღარ შევადარებ. ამიტომ მიწერე აქ -ის - 1. ეს -1 იმიტომ ჭირდება, რომ პასების აღნიშვნას ვიწყებ 0-დან და არა 1-დან. ოკეი? და 1 ეს მაგიტო აკლე მე ბოლოში. დავასპიდრანოთ. ახლა 15 გაუცვლის 1-იან ადგილს. ძალიან გადავედი. მაგრამ 45-მა არ გაცვალა ადგილი 73-თან. ეხლა მეორე პასი იწყება. i არის 2 სტოლი. 800 - 2 - 1 არის 5. ანუ მე-5 ინდექსზე როგორც კი იქნება 15, მე-6 ინდექსთან აღარ შევადარებ, ანუ 45-თან აზრი არ აქვს, იმიტომ რომ 45 და 73 არის თავის საბოლოო პოზიციებზე. ეს რახა მეორე პასია, ანუ მესამე მიმდევრობით. ეგ იმას ნიშნავს, რომ წინა ორი პასი რაც იყო, ორი რიცხვი დადგა თავის საბოლოო პოზიციაზე. და იმ ორ რიცხვთან შედარებას აზრი აღარ აქვს. 5 და 6 არ გასვლის ადგილებს, არც 6 და 7 არ გასვლის ადგილებს, არც 7 და 15. მაგრამ 15 და 1 გაცვლენ ადგილებს. გაიცვალა. ეხლა 15 და 9 დარდება, ესეც გაცვლის. და ნახეთ, ჟ გაიზრდება 1-ით, გახდება 5 სტოლი. 5 ნაკლებია, ეს არის 8, 800 - 2 - 1. ანუ 5-ზე. 5 ნაკლები 5-ზე? არა, ამიტომ აღარ შევდივართ. ანუ ეს i არის აღნიშნული იმისათვის, რომ რამდენი პასია და აქ აი ამ ჩანწერით იმას გულისხმობ ლოგიკურად, რომ რამდენი პასიც იყო გავლილი, ესე იგი მაგდენი რიცხვი უკვე თავის ადგილზე არის დალაგებული და მაგათთან შედარებას აზრი აღარ აქვს და ვჩერდები. ანუ მაგ პასს ვაჩერებ, მაგ გადარბენას ვაჩერებ, უცბად რა. და გადავდივარ ახალ გადარბენაზე, ანუ ახალ პასზე. ანუ ეს ზიგიო პასუხს აბრუნებს აბსოლუტურად, უბრალოდ უფრო ნაკლებ ნაბიჯს დგავს სწორ პასუხსამდე მისასვლელად. ანუ აქ -1 იმიტომ ჭირდება. აი ამ პასების for ციკლისთვის, რომ ბოლო გადარბენას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ერთი რიცხვი რჩება და ეს იმიტომ ჭირდება, რომ უკვე თავის ადგილას დალაგებულ რიცხვებთან შედარება აღარ მოხდეს. ანუ აქ რაც გამწვანებულია, ამათან შედარებას აზრი აღარ აქვს. და მაგ i-ს ვიყენებ დინამიურად იმისთვის, ანუ i ხო იზრდება ნელ-ნელა. ანუ ჯერ 0-ია, მერე 1, მერე 2. ამიტომ ჯერ ბოლო პირველ ელემენტთან აღარ ვადარებ, მერე ბოლო 2-თან არ ვადარებ, ბოლო 3-თან არ ვადარებ, ბოლო 4-თან არ ვადარებ, იმიტომ რომ ნენა მწვანდება ეს ყველაფერი, ხო? ჯერ 1 გამწვანა, მერე 2, მერე 3, მერე 4. ანუ ჯერ 1-თან არ შევადარე, მერე 2-თან არ შევადარე, მერე 3-თან არ შევადარე, მერე 4-თან არ შევადარე. და მაგაში მეხმარება. და ეს არის ჩვენი bubble sort algorithm. აი თუ გამოიცნობთ რა არის აი ამ bubble sort algorithm-ის time complexity. ანუ ის დრო რომელიც ჭირდება რომ გაიაროს. ანუ ელემენტების რაოდენობა მაგ არის 8, 2, 4, 6, 8, n. n-ით აღნიშნება. ანუ n არის 8. რაოდენობა არის 8. ოღონდ ეს time complexity ზუსტი დრო და ჩანაწერი არ არის იმისა, რომ ალგორითმი გაიაროს. ზუსტი არ არის, მიახლოებითი ყოველთვის. თქვენი აზრით რამდენი იქნება? სამოცდაოთხი დაახლოებით, კი? ანუ ეგ არის n კვადრატი. ანუ ეგრე 64, 125 ეგრე არ იქნება რა. უნდა ჩაიწეროს ჩანაწერით. ანუ n კვადრატი. ანუ ამის time complexity არის o დიდი O n კვადრატი.
აი ეს. ანუ ესაა მიახლოებითი. და რატო? იმიტომ რომ ორმაგი ციკლი მაქვს. ანუ აქ მართალია რომ -1 მაქვს, აქ მაქვს -1, მაგრამ ეს არის მიახლოებითი ყოველთვის. ზუსტი არასწორ არა. ანუ თუ მაქვს 8 ელემენტი, მიახლოებით 64 ნაბიჯი მჭირდება, რომ ეს ალგორითმი ამოიხსნას. რა თქმა უნდა, აქ 64-ზე ნაკლები მჭირდება, იმიტომ რომ აქ ამოვაკელი 1 ბიჯი, აქ ამოვაკელი ჯერ რაღაცა 1, მერე 2, მერე 3, მერე 4 ბიჯები, მაგრამ დაახლოებით არის O-n კვადრატი. Okay? Big O არის time complexity-ით აღნიშნული ჩანაწერი. ეს O-n კვადრატი ნიშნავს, რომ თუ მასივში არის 8 ელემენტი, ანუ n ელემენტი, ამ ალგორითმს სჭირდება 8 კვადრატი, ანუ 64 ნაბიჯი დაახლოებით, რომ გადადგას, რომ ალგორითმი ამოიხსნას. ესაა time complexity. აი ნახე. n-ი არის იმის აღნიშნული თუ რამდენი ელემენტიანი input-ი გაქვს, ანუ შემომავალი ელემენტი. ჩვენ გვაქვს 8 ელემენტიანი მასივი, ხო? ანუ n-ი არის 8. n-ი მაგის აღნიშნულია, ანუ არის ელემენტების რაოდენობა, რამდენზეც მუშაობ რა. n-ი არის 8. მე რო თავიდან აი ესე მეწერა. i ნაკლები არის length-ზე, j ნაკლები არის length-ზე. ეს ციკლი რამდენჯერ გაირბენდა? რო დამიწერა ჩატში. შიდა ციკლი რამდენჯერ გაირბენდა? 8 ჯერ კი. იმიტომ რომ მასში არის 8 ელემენტი. და გარე ციკლი რამდენჯერ გაირბენს? 8 ჯერ კი. ანუ თუ შიდა ციკლი 8 ჯერ გარბის და გარე ციკლი 8 ჯერ, მთლიანობაში გამოდის 8 კვადრატი, ანუ 8 ჯერ 8, 64. ხო? ანუ ამ ალგორითმს სჭირდება 64 ნაბიჯი, რომ შეასრულოს, ან ბოლომდე გავიდეს რა. ესაა მისი time complexity. აქ მე მართალი ალგორითმი გავაუმჯობესეთ და რაღაცა ბიჯები მოვაკელით. აქ -1 დაუწერე, მე -1, მაგრამ ეს time complexity არის მიახლოებული. 16 ჯერ არა, 64 ჯერ. 800 + 8 კი არა, 8 გამრავლებული 8-ზე. ანუ 8 შეხო თქვი რომ ეს 8 ჯერ გარბისო. 8 ჯერ გარბენი ხდება 8 ჯერ კიდე. ანუ 8 ჯერ უნდა დააჯამო რა. გაამრავლო უბრალოდ. არის 64. ანუ ეს გაიარე 8 ჯერ, მერე კიდე 8 გაიარე, მერე კიდე 8, კიდე 8, კიდე 8, კიდე 8, კიდე 8, კიდე 8. ანუ 8 ჯერ გააკეთე სულოს ყველაფერი რა. და გამოვიდე საბოლოო 64. ან ახლა უკვე 64 აღარა, უფრო ნაკლები არის, იმიტომ რომ გავაუმჯობესეთ, მაგრამ ამის time complexity მაინც მიახლოებით არის O-n კვადრატი. Okay. კარგით. მოდი გადავიდეთ searching ალგორითმებზე. ანუ პოვნის ალგორითმზე. და ნუ იდეაში ამ ალგორითმის პრობლემა ის არის, რომ გვაქვს მასივი და უნდა ვიპოვოთ რაღაც ელემენტი არსებობს თუ არა აი ამ მასივში და თუ არსებობს რომელი ინდექსი, ეგეც რომ დავადგინოთ ფარი. ამას დავკომენტარებ. Searching algorithms. ანუ გვაქვს მასივი 6 4 1 9 10 5 -10 მაგალითად. და უნდა გავიგოთ
აი ამ ეს მასივი, ამ მასივში არის თუ არა რიცხვი 9 მაგალითად რა. ნუ ყველაზე მარტივად ეს შეიძლება გაკეთდეს array.includes მეთოდით, ანუ შეიცავს თუ არა 9-იანს. მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის, ხო? ჩვენ თვითონ ჩავწეროთ ეს ალგორითმი. და ზოგადად გასაუბრებებზეც არ გამოიყენოთ ჩაშნებული მეთოდები. ანუ თუ რაღაცა მეთოდი არის, რომელიც ეგრევე ჭრის პრობლემას, ეგ არ უნდა გამოიყენოთ და არც მოგცე მაგის უფლებას. აი სიტყვაზე რო გითხრან, რომ მასივი დამისორტე. ზრდის მიხედვით. array.sort რო დაწერო აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაგით შეინცოდნა არ მჟღავდება. რაღაც დაიზეპირე და მორჩა, ხო? აი ეს უნდა ჩაუწეროთ მაგალითად. მაგრამ თუ დიდ ამოცანაში დასორტო დაგჭირდა, შეიძლება ესაც ჩაწერო და სორტი გამოიყენო მაგალითად რა. თუმცა მაგ პრაქტიკებზე და ხერხებზე მაინც გესაუბრებით მომავალ კვირას კიდევ. რა ჯობია რუტის და რა არა. ანუ ეს ჩვენ უნდა ჩავწეროთ. და ამის ყველაზე მარტივი გზა იქნება, რომ მასივი დავლუპოთ და თითოეული ელემენტი შევადაროთ 9-იანს, ხო? მოდი ფუნქცია შევწერე function. ამას ქვია linear search. Linear search. მაგ მასივი და target. Linear search ნიშნავს, რომ მასივს გადავუყავით ჯერ ამას, მერე ამას, მერე ამას, მერე ამას, მერე ამას, მივუყავით რა საერთოდ. დავლუპავთ მასივს, let array იუდრის nulls, ინაკლებია arrays length-ზე, a++ და თუ arrays iuri ინდექსი გაუტოლდება targets, ანუ 9-ს მაგალითად, მაშინ დავარეთანოთ i, ანუ ინდექსი რა. და თუ ამ for cycle-მა ესე ჩაიარა, რომ ვერ ვიპოვეთ ელემენტი, მაშინ ბოლოში დავარეთანოთ -1. იმის აღნიშნულად, რომ ეს ელემენტი მასივში არ არის. console log linear search გადავცეთ მასივი და 9-იანი. 9-იანი არის მესამე ინდექსი. -10 გადავცეთ. არის 6 ინდექსზე, გადავცეთ -1 არის -1 დააბრუნდეს, იმიტომ რომ არ არის რა. ან რაღაცა ეს რიცხვი არ არსებობს. ძალიან მარტივი ალგორითმია, ხო, ეს linear search-ის ალგორითმი. მაგრამ კარგი ალგორითმი არ არის. იმიტომ რომ მე რომ მქონდეს მილიონ ელემენტიანი მასივი, მე მჭირდება დაახლოებით მილიონი ნაბიჯი გადავდგე, იმიტომ რომ ანუ თითოეულ რიცხვს გადავუარო რა. ანუ მე რომ მილიონი ელემენტი მაქვს, ანუ ყველაზე კაი ვარიანტში შეიძლება პირველი ელემენტი იყოს, ანუ აქ 6-იანი მეწეროს. და პირველივეზეა და მორჩი დავარითანებ და მორჩება პროგრამა რა. მაგრამ time complexity მაგაზე არა, აი თუ გაგვიმართლა რა მოხდება. ყველაზე ცუდი ვარიანტი უნდა ავიღოთ. ანუ მილიონ ელემენტიან მასივში, ანუ უფრო საშუალო რა დაახლოებით. მილიონ ელემენტიან მასივში, რა თქმა უნდა, ყველაზე კაი ვარიანტი არის, რომ საძიებო ელემენტი თავშივე იყოს პირველი რიცხვი. მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტი ხო არის, რომ მე მილიონი, ანუ ბოლოში იყოს რა და მომიწიოს მილიონივე ელემენტის გავლა. ანუ მე თუ მაქვს რაღაცა n შემომავალი ელემენტი, ამის time complexity იქნება o(n). time complexity არის o(n). ანუ რამდენი ელემენტის მაქვს, იმდენი ბიჯის გადადგმა მიწევს, იმიტომ რომ მაგდენივე იტერაცია მაქვს. აქ რომ -10 მქონდეს. მე ხომ აქ 1 2 3 4 5 6 7 ელემენტი. მიწევს 7 იტერაცია, 7 ბიჯი. ანუ რამდენი ელემენტის მაქვს, იმდენი ბიჯის გადადგმა მიწევს. ნუ ეს კარგი არა ამ შემთხვევაში რა და არც ეს იყო კარგი. ანუ ეს bubble sort ალგორითმი ნელია. ანუ წარმოვიდგინეთ მილიონ ელემენტიანი მასივი რო გქონდეს, აი მილიონი 1 2 3 4 5 6 მილიონ ელემენტი თუ გაქვს, დაგჭირდება მილიონჯერ მილიონი. 1 2 3 1 2 3 ასე. ანუ 1 და მერე 12 0. 1 2 3 4 აი ეს. ამდენი ბიჯი გჭირდება, რომ მილიონ ელემენტიანი მასივი დავსორტოთ. დიდ რიცხვებზე როცა ავდივართ, ეს bubble sort ალგორითმი ცუდია რა ძალიან. და უფრო კაი ალგორითმებს მე გასწავლით ხუჩაბათს.
და ეს linear search-ი ცუდია, იმიტომ რომ მილიონ ელემენტიანი მასივი რო გვაქვს, უკვე დიდ რო ჭირდება რა, საკმაოდ. ხო? ეხლა მინდა რომ ჩაგითოთ ისა კამერა. მე ხა ჩემგან გამოდით ეკრანი დაივიწყეთ. ხედავთ ყველა? ოკეი. კაი. რაღაცა როული მაქვს აღებული აქ. კალკულუსის როულია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ არის სატელეფონო როული. აი თუ გინახავთ იმეს, აი ძალიან დიდი წიგნაკი რო არის, ძალიან დიდი წიგნი, სადაც წერია უამრავი ადამიანის ტელეფონის ნომერი, ხო? მან როგორ არის ჩამოთვლილი სახელი მიწყება A-დან ABGDEVZT და ბოლოს არის HM-მდე რა. საბოლოო ჯამში. მე რომ მინდოდეს მაგალითად აი მაგ ტელეფონში წერია მაგალითად თემურ ცუცქირიძის ტელეფონის ნომერი. თემურ ცუცქირიძის როგორ მოვუძებნე? მან ხო აი 10000-ობით გვერდია, ძალიან ბევრი გვერდია რა, პატარა თხელი ფურსლები არის. როგორ მოვუძებნე ასე? ასე დავიწყებ? აქ არ არის. ასე მოვუძებნე, ასე 10000-ობით და უამრავ ფურსლს ესე გადავშლი? თუ რას გავაკეთებ? ტიზე მოვუძებნე ხო, მაგრამ მე ხო ტი არ ვიცი სადა დაახლოებით. ანუ რაღაც უკეთესი მჭირდება. აი ეს სათითაოდ გადაშლა არის linear search თვალით რა. ანუ მე ამ ალგორითმშიც იგივეს ვაკეთებ. რა საითაოდ ვშლი, ანუ ასე საითაოდ. და ჯერ მოდი ერთზე მოვუძებნო, არ არის, მე მოდი მეორეზე მოვუძებნო, არ არის, მესამეზე მოვუძებნო, არ არის და ასე შემდეგ რა. არა ეს კაი ვარიანტი საერთოდ. სხვა ხერხია მოსაზებნი. და ამ ალგორითმს ქვია binary search. მოდი ამ ისევ წიგნებს გადავიდეთ, მაგალითად რა ვიყოთ რა. მაგალითად მინდა რომ ვნახო რომელია თემურ ცუცქირიძის ნომერი, ხო? ანუ T-ზე იწყება. თემური სახელი T-ზე იწყება. ჩემი მიზანია რომ ეს როეული წიგნაკი სატელეფონო გადავშალო შუაზე. აი შუაზე მაქვს გადაშლილი. და ვნახო აქ რა წერია, რომელიას და იწყება. მაგალითად N-ზე იწყება სიტყვაზე რა, N არის აქ. ეხლა უნდა ვიფიქრო. N T-ს მერია თუ T-მდე არის ან პანში. ABGDEVZT = N. ანუ N არის T-ს შემდეგ. ამიტომ რა გამოდის, რომ აქ N-ზე რაც ასახელები ნინი, ნინო, ნიკა და ამ შემდეგ და იმის იქით კიდევ რაცაა N opozhRST UPK რაც არის კიდევ რა, ეგენი აღარ მჭირდება, მე მეორე მხარე აღარ მჭირდება, ხო? იმიტომ რომ N და ამის შემდეგ რაც ასოები T-ს მერია ყველა, ხო? ამიტომ მე შემიძლია ეს ავდგე და გადავხიო შუაზე. ანუ ეს მხარე აღარ მჭირდება საერთოდ, აი ეს აღარ მჭირდება. და მოვიშორებ, ხო? და აქ დამრჩება მხოლოდ ის სიტყვები, რომელიც არის N-მდე. ABGDEVZT = N. ანუ მე ეს ნახევარი მოვიშორე უკვე რა, საერთოდ. ანუ ჩემი მასივის ელემენტების რაოდენობა გავანახევრე. ანუ მე თუ აქამდე მქონდა მილიონ ელემენტიანი მასივი რო შეგით მომეძებნა, ახლა 500.000-მდე ჩამოვიყვანე ერთ ნაბიჯში. ანუ მე ერთ ნაბიჯი გავაკეთე მარტო. და ნახევარი მოვიშორე მასივის, ხედავთ? ანუ რამდენად სწრაფი ალგორითმი შეიძლება იყოს ეს. და აქაც მე იგივეს ვიზავ. გადავშლი შუაზე, ამ ნახევარს კიდევ შუაზე გადავშლი და დავხედავ რა არის აქ. მოიცა? მოდი ამას ავიღებ მაგალითისთვის ის ვაფშე დამეხა. აი ამას ავიღებ რა, რას დამრჩა. ამას გადავშლი და ჩავხედე რა მიწერია. მაგალითად არის V. ABGDEVZT. მე თემური მინდა T-ზე. V რა ხამ არის? V არის ამ მხარეს, ხო ჯერ? T არის აქეთ მხარეს. V თუ ამოვიღე, ეგ იმას ნიშნავს, რომ წიგნაკის მარცხენა მხარე აღარ მჭირდება. ეს მარცხენა მხარე აღარ მჭირდება.
იმიტომ რომ v არის t-მდე. v არის t-მდე, ამიტომ კიდევ გადავხევ შუაზე და v და v-მდე რაც იყო ამასაც მოვიშორებ. Okay? ანუ abgd-ev გადავაგდე მაგასოზე რაც იყო 10000-ობით სახელები და n-ს მე რაც ამაში ეგენიც გადავაგდე რა. zt lkmn ეგენი დამრჩა მარტო. მე ისე შუაზე გადავშლი და მომივიდე t. ვიპოვე. მორჩა. ანუ 3 ბიტში გავაკეთე ისაც უნდა გამეკეთებინა ეს რა რამდენი ფურცლენეროულია 64-იანი არ ვიცი. 64 ბიტში. ანუ უფრო შემომცირე რა. ესა ლოგიკა. ამ ყველაფრის. binary search ეგაა. მოდი ხომ მასივზე ვნახოთ. ისევ ჩემ ეკრანს გადმოდით. კამერა აღარ გჭირდება. ხო ჩანს ეკრანი. Okay. აი მაგალითად. გვაქვს ეს მასივი. 2 3 5 7 8 10 12 15 18 20. და ხო ეს binary search მუშაობს მხოლოდ იმ მასივებზე, რომელიც დასორტილია. სატელეფონო წიგნაკიც იმიტომ ვიღე მაგალითად რომ მან ყველაფერი დასორტილია სახელებად. ამის მიხედვით, ხო? დაუსორტო მასივებზე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე რო ვიცოდი რა გადამეგდო და რომელი ამომეხია, იმიტომ ვიცოდი რომ ანბანის მარჯვნივ იყო თუ მარცხნივ. ანუ t-ს მარცხნივ იყო თუ მარჯვნივ, მაგით ხვდებოდი რა, იმიტომ რომ დასორტილი იყო. დასორტილი თუ არა, მაგას ვერ გავაკეთებ და binary search მარტო დასორტილზე მუშაობს. ანუ ეს მასივი გვაქვს 2 3 5 7 8 10 12 15 18 20 და ჩვენი მიზანია გავიგოთ აი ამ მასივში 7-იანი მდებარეობს თუ არა. linear search-ი არ გვინდა რომ თითოეულ რიცხვს გადავუაროთ. ამიტომ რას ვაკეთებთ? ვიღებთ lows, ანუ სასტარტო ნაწილს, low არის 0-ის ტოლი, ანუ მე 0 ინდექსია, high არის მე-9 ინდექსზე. 20 დევს მომანთ. და ასე უნდა ვიყოთ შუა ნაწილი. აი მე რო წიგნაკი შუაში გადავშალე, ეგ არის midi რა. მე midi ხო ამოვიღე რაღაცა 100 და ან გადავაგდე მარცხენა ან მარჯვენა. midi არის 4-ის ტოლი, ამის შუა არის 4-ის ტოლი. მე-4 ინდექსი, მე-4 ინდექსი და ეს 8-იანი. ეხლა უნდა შევადარო. ეს 8-იანი ჩემს საძიებო ელემენტიდან 7-იანზე მეტია თუ ნაკლებია? ეს 8-იანი მეტია 7-ზე, ხო? ამიტომ რა გამოდის? რახამ 8 მეტია 7-ზე, ესე იგი 7-იანი მასივის მარჯვენა ნაწილში აღარ არის. იმიტომ რომ აქ უფრო მეტებია. ანუ 8-ზე მეტები აქვს დაჟე რა. იმიტომ დასორტილი მასივი გვაქვს ზედადობით რა. ანუ 7-იანი გამოდის რომ მარცხენა ნაწილში იქნება. ესე იგი მე შემიძლია ეს ნაწილი მოვიშორო, თან ამოჭა ან ამოხიო. არა მოჭი კაცო. უბრალოდ high ნიშნულს გადმოვიტან 8-ზე. კი და 7-ზე ბოდიშით, იმიტომ რომ 8 მეტია 7-ზე. 7-ის ტოლი არ არის. 8-ს არ მჭირდება. ამ high-ს გადმოვიტან 7-ზე ახლა. და ჩათვალეთ აი ეს 4 ელემენტიანი მასივი დაგვრჩა მხედველობაში. ანუ განა ახალი მასივია ეს. ან ამოჭრილი მასივია. არა, უბრალოდ high ნიშნული გადმოვიტანეთ 7-ზე. ანუ mid-ს -1-ზე რა. mid ახლა 4 იყო, 4-ს -1 არის 3 და აქ გადმოვიტანეთ. 8 მეტია 7-ზე, ესე იგი 7 არ არის და მარცხნივ გადმოვწიეთ კიდევ. აქაც იგივეს ვაკეთებ. შუაზე ვშლი წიგნაკს, 0-სა და 3 შორის შუა არის 1. თუ დავამრგვალებთ ქვედა თანრიგზე და ამ mid ინდექსზე არის 3-იანი. 3 მეტია თუ ნაკლები 7-ზე. 3 ნაკლებია 7-ზე. ესე იგი 3-იც არ არის ჩვენი საძიებო ელემენტი და 3-ის მარცხნივ რა ელემენტებიც ეგენიც არ არიან. ამიტომ ამ lows გადავიტან 5-ზე. ანუ mid + 1-ზე. და დაგვჭირდება 5 და 7. მე აქედან შუა იქნება 7 და 7-ს მივაგენით რა. ანუ როდესაც low, mid და high მიუთითებს ერთ და იგივე ინდექსზე, ესე იგი ესაა ჩვენი საძიებო ელემენტი. ანუ ეს ამ ამოცანის და ალგორითმის ლოგიკა.
მე ყველა ჯერზე ამ pointer-ებს low, mid და high-ს ვანაცვლებთ და ვეძებთ ჩვენს target massivs. Binary search ფუნქცია შევქმნათ array და target-ი გქონდეს, აი ესე. და აქ გვაქვს ორი ანუ სამი ძირითადი ნიშნული, ერთ-ერთი არის low და high, ხო? თავიდან low არის 0-ზე, high არის ბოლო ინდექსზე, მასივის ბოლო ინდექსზე. ანუ let low იქნება 0-ის ტოლი, high იქნება რისი ტოლი. მასივში ბოლო ინდექსი რა არის? array links, okay. ანუ 5 ელემენტიდან მასივში მე-5 იქნება ბოლო ინდექსი? array links ხო რაოდენობაა? 5 ელემენტიდან მასივში მე-4-ია ბოლო ინდექსი. ერთი უნდა გამოვაკლო. ანუ იქნება array links -1. მოდი აქ მასივსაც გადმოვიტან, ბარემ. Yes. Okay. და ნუ აქ ყველა ჯერზე low ყოველთვის ნაკლებიან ტოლი უნდა იყოს high-ზე, ხო, აბსოლუტურად. Low ყოველთვის ნაკლებიან ტოლი high-ზე. ანუ სანამ low ნაკლებიან ტოლი high-ზე, მანამდე კიდევ და კიდევ გავყოფთ შუაზე ამ ჩვენ მასივებს. შუაზე გავყოფთ ოთახი, რომ უფრო პატარა არეალს დავტოვებთ საძებნელად. ანუ სანამ low ნაკლებიან ტოლი high-ზე, და ეს ლოგიკურიცაა, ხო? თუ low უფრო მარჯვნივ იქნება ვიდრე high, ესე იგი ავწვდით ერთმანეთს. და ვერ ვიპოვეთ საერთოდ ელემენტი, ამიტომ გავჩერდებით. და თითოეულ ჯერზე უნდა ვიპოვოთ ახალი mid. let mid უდრის. აი ეხლა უნდა მოვიფიქროთ რა არის mid. ანუ თავიდან მაგალითად high არის 9, მე-9 ინდექსი, low არის 0-ის ტოლი. და 4-იანი მივიღეთ. ანუ 9-ს რომ 0 გამოვაკლოთ, არის 9, 2-ზე რო გავყოთ არის 4.5 და დავამრგვალოთ ქვედათანგებზე არის 4. ეს შეიძლება, ხო იდეაში? ანუ high-ს minus low ეს გავყოთ 2-ზე. ფრჩხილებში, იმიტომ რომ ჯერ გამოკლებები მინდა შესრულდეს და არა გაყოფა. და ჩავსვათ math floor-ში, რომ ქვედათანგებზე ჩამოვიდეს. math floor. მაგრამ მოდი გავტესტოთ, სხვაზეც მუშაობს თუ არა. აქ ვნახოთ, აბა. 3 2. ანუ 3 არის high. ეს არის low არის 0. 3-ს minus 0 არის 3. 3 გავყოთ 2-ზე არის 1.5, ჩამოვედით ქვედათანგებზე არის 1. თითქოს სწორია, მაგრამ მოდი სხვა რამე შევხედოთ. აი მაგალითად მინდა გავიგო შუა რიცხვი, შუა ინდექსი 9-სა და 0 1 2 3 4 5 შორის. აი ამ ორ შორის. 10-სა და 20 შორის შუა ხო არის 15. ეს არის მემდენი იქზე 0 1 2 3 4 5-ზე. ანუ 9-ს minus 5 არის 4. 4 გავყოთ 2-ზე არის 2. მაგრამ მეორე ინდექსი დგას 5-იანი და არა 15. ანუ თუ low უფრო აქეთ არის გამოწეული 0 თუ არა არა, ეს ალგორითმი აღარ მუშაობს, ეს ამ ჩანაწერი არ მუშაობს. აქ ჭირდება მიმატება, გამოკლების მაგივრად. ეხლა უკვე ნახეთ 9-ს პლუს 5 არის 14, 14 გავყოთ 2-ზე არის 7. 0 1 2 3 4 5 6 7. მე-7-ს დგას 15. ამიტომ აქ მიმატება მჭირდებოდა. და ეხლა აქ უნდა გავარკვიო. ანუ მე თუ შუა ელემენტი, შუა ინდექსზე ამოვიღე ელემენტი და ეგ target-ის ტოლი ეგრევე, გავიმართლა რამაც რა. მაგალითად ეგრევე 10-იანი ამოვიღე საძიებო ელემენტი. ეს ხო შუაშია? 2 4, არ შუაში არა. 2 4 6 8 10. 8 ამოვა შუა. ტესტი. თუ ეგრევე დავასვი, 8 ამოვიდა შუა
და თუ შუა ინდექსზე მდგომი ელემენტი target-ის ტოლია, ესე იგი, გამიმართლა და დავუბრუნოთ მოდი რა, ბარემ. ანუ თუ array ინდექსად midi, ეს midi-ც, low-ს და high-ს არის ინდექსები. და მე მაგათ მეშვეობით ვიღებ ელემენტებს. თუ არის target-ის ტოლი, მაშინ მოდი დავარეთანოთ midi, ანუ ის ინდექსი რომელზეც ვიპოვეთ. თუ კი else if თუ კი array ინდექსად midi პირობა მაღლა უნდა მეწეროს. array ინდექსად midi მეტია target-ზე, რაც აი აქ მქონდა. array ინდექსად midi ანუ 8 მეტია 7-ზე. ამ დროს რა მოხდა? რა მოხდა და high-ის ნიშნულმა გამოიწვია midi-დან მარცხნივ, ერთით მარცხნივ. ხო? ანუ high ხდება mid-ს -1. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს არეალი მოვიშორეთ უკვე. high ნიშნულმა გამოიწვია აქეთკენ. ხო, ყველა სხვადასხვა შემთხვევაში, ანუ თუ array midi ნაკლებია target-ზე, ანუ აქ. ეს შუალა ხო ნაკლები იყო 7-ზე, ამიტომ ეხლა low გადაიწია midi-დან მარჯვნივ. ანუ low უდრის mid + 1-ს. და ეს იქამდე მოხდება სანამ low, ანუ სანამ საერთოდ არ გადავალთ, ანუ ვერ იპოვით, თუ low უფრო მეტი იქნება high-ზე, ციკლი გაჩერდება, ეგ იმას ნიშნავს, რომ ელემენტი ვერ იპოვეთ. ან იქამდე მივალთ, რომ ანუ ვიპოვით რა საბოლოო ჯამში, array midi იქნება target-ის ტოლი საბოლოო ჯამში. და თუ ეს ციკლი გაჩერდა, ესე იგი ვერ იპოვეთ და დავარეთანოთ მოდი -1. გავუშვათ 7 მდევაროს მესამე ინდექსზე. მოდი დავწეროთ 70-ზე დააბრუნოს -1, იმიტომ რომ არ გვაქვს. და ნახოთ რა მუშაობს დებაგერის გამოყენებით. ახეთ low არის 0-ის ტოლი, high არის 9-ის ტოლი, 0 ნაკლებია 9-ზე, ამიტომ შევდივართ. midi არის 4-ის ტოლი. მეოთხე ინდექსზე გვაქვს რა? 0, 1, 2, 3, 4. 8-იანი. 8 ხო არ უდრის 7-ს, ამიტომ ეხლა ამ პირობას გადავალთ. 8 მეტია 7-ზე? კი. ამიტომ საძიებო არეალის მარჯვენა ნაწილი გადმოინაცვლებს ერთით მარცხნივ. ანუ high თუ იყო აქამდე 20-ზე დასმული, ეხლა იქნება 7-ზე დასმული. ანუ თუ 8 მეტია 7-ზე, ესე იგი 10-იც მეტია 7-ზე, 12-ის, 15-ის, 18-ის, 20-ის, იმიტომ რომ ზრდაობითაა დაალაგებული. ამიტომ ესენი აღარ მჭირდება და high ნიშნული აქედან გადმოვა 7-ზე დაждდება ეგრევე. ანუ mid-ს -1-ზე. და გახდება 3-ის ტოლი. low ისევ ნაკლებია high-ზე. ამისი midi არის 1-ის ტოლი. პირველ ინდექსზე გვაქვს 3-იანი. 3 არც 7-ის ტოლია, არც 7-ზე მეტია, ნაკლებია 7-ზე. ამიტომ რადგანაც 3 ნაკლებია 7-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ 3-ის მარცხნივ რა რიცხვებიც, ეგენიც ნაკლები იქნება 7-ზე, იმიტომ რომ უფრო ნაკლებებია მარცხნივ. შესაბამისად, ახალი low ნიშნული გადაიწევს midi-დან მარჯვნივ, ანუ 5-იანზე. low არის ახლა 2-ის ტოლი. low ისევ ნაკლებია high-ზე, midi არის 2-ის ტოლი. მეორე ინდექსზე ელემენტი არ უდრის 7-ს. არც მეტია 7-ზე, ანუ 5 არ არის მეტი 7-ზე. 5 ნაკლებია 7-ზე, ამიტომ low გადმოინაცვლებს midi-დან ერთით მარჯვნივ. ანუ 3-ის ტოლია. low ნაკლებია ტოლი high-ზე, 3 ნაკლებია ტოლი 3-ზე კი. ამიტომ midi არის მათ შორის მესამე ინდექსი, მესამე ინდექსზე 7-იანი დგას და უდრის target-ს. ანუ midi ბრუნდება. და თუ მასივში არ გვაქვს ელემენტი, საბოლოო ჯამში ისე გადავალთ, რომ low და high ერთმანეთს გადაცდება. აქეთ იქით. აი ნახეთ. შევიდეთ. low არის 5, high არის 9. low ხო ნაკლებია ახლა high-ზე. ამიტომ მათ შორის mid-ს ვიპოვით. low არის 8, high არის 9. low არის 9, high არის 9. ნახეთ, low არის 10, high არის 9. ანუ იდეაში low უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე high ხო არა და ეხლა უფრო მეტია. და ეს პირობა აკავებს მაგას, რომ აღარ გააგრძელოს. და ბრუნდება -1 საბოლოო ჯამში.
ანუ ეს binary search-ი. ეხლა იმიტომ გეხმარება, რომ ერთ ბიჯზე, ანუ ერთ იტერაციაზე ჩათვალეთ დაახლოებით მასივის ნახევარს ვიშორებთ, უხეშად. მასივის ნახევარს. array length -1, იმიტომ არის რომ ნახე, მე თუ მაქვს 5 ელემენტიანი მასივი, array length ხო არის 5. ამ მასივში ბოლო ინდექსი არის 4-იანი, იმიტომ რომ ინდექსირება იწყება 0-დან, 0 1 2 3 4. ანუ array length -1, 5 - 1 გამოდის. მაგიტომ არის array length -1. და ამის განსხვავებით, აი linear search-ის განსხვავებით, რომელიც time complexity იყო O(n), ამის time complexity CT როგორც მახსოვს არის O log n ლოგარითმი n-ისა. მგონი ასე იწერება. მოიცა, დავსერჩოთ binary search time complexity log n ეგრე იწერება. ხო, ერთად იწერება ბოდიშით. ერთად იწერება log n. და შეგიძლიათ რაღაც დამატების სტატიებსაც გაეცნოთ. ჩემი რჩევა იქნება რომ გაეცნოთ, რა თქმა უნდა. და ნუ ეს ლოგარითმი არის ახარისხების შეტრიალება რა, ჩათვალეთ. ანუ მაგალითად 5-ის კვადრატი ხო არის 25. და ლოგარითმი 25-დან არის 5. მგონი დეფოლტად 2-ზე, აი მათემატიკა და არ მახსოვს კარგად, მაგრამ თქვენს გაიცანით მაინც. თუ დეფოლტად 10-ის ხარისხია. log length exponent by which another fixed value base must be raised to produce the number. For example, the logarithm of აი ხო. ხარისხის მაჩვენებლებს გიბრუნებს რა, მებოდიშით. აი 1000-ის ლოგარითმი 10-ის ფუძით არის 3. ანუ ლოგარითმი 1000 აქ იგულისხმება რომ 10-ის ხარისხზე გულისხმობა. ანუ 10 მინდა რა ხარისხო რა. ანუ გულისხმობთ რომ 10 მე რამდენი ხარისხში უნდა იყოს რომ 1000 მივიღოთ. მესამე ხარისხში უნდა იყოს. ესაა ლოგარითმი. მაგალითად თუ მაქვს მასივი, სადაც არის 1000 ელემენტი, ანუ n არის 1000-ის ტოლი, ამ ალგორითმის binary search-ის time complexity იქნება ლოგარითმი 1000-დან. აქ ფუძე იგულისხმება 2, ანუ ლოგარითმი 2-ის ფუძით 1000-დან არის დაახლოებით 10. 9.99 დაახლოებით 10 რა, დაახლოებით რო ვთქვათ. ანუ გულისხმობთ რომ 2 მე რამდენი ხარისხში უნდა ავიყვანოთ, რომ 1000 მივიღოთ, ანუ x-ს უცხო რა, და ეს არის დაახლოებით 10. ანუ 2 რამდენი უნდა გავავლოთ თავის თავზე, 2 ანუ 1000-ჯერ ვიმეორებთ ამას. მაგას ნიშნავს. ლოგარითმი 1000-დან ნიშნავს 2 რამდენი ხარისხში უნდა ავიყვანოთ, რომ 1000 მივიღოთ დაახლოებით. ესა აი ამ ალგორითმის time complexity. კარგით. დღეს სულ ეს იყო. და ხუთშაბათს შევხვდებით, ახლა ჩანაწერს გამოვხდეთ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.